რავშვებით, რომელი საათია, ბიჭო, რამდენ ხანში შევდივართ პირდაპირ ეთერში გამაგები? არ ვიცი, რა ეს სარეკლამოს დამთავრდება და ვეგარი რა შევდივართ. რა იყო რა, ან თმა დაგევარცხნა, მოწესრიგებულიყავი ცოტა რა, რას გავხარ რა არის. მიდეურე, დეიგინე კაცო მაგ რადიოა ვინ იყურებს. აუ ბიჭო, ესე იგი სიყვარულის დღე მოდის და ატყდება ახლა ზარები, ხო ვიცი ახლა რა დღე. მარტო ზარებს და სიმღერების შეკვეთებს ვინ დაეძებს თუ ძმა ხარ. წავა ახლა შეკითხები შეყვარებულს რა ვაჯუკო. ეს არ მოეწონება, ის მოეწონება, არა ბატონო რამე ორიგინალური მინდა წაიღებელთვის რა. მზადებ 3 2 1 ეთერში ვართ. მოგესალმებით ჩვენო საყვარელო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო ქალთა ბედნიერებას. FM 27-სა და 3-ზე. ეს გადაცემა გახლავთ ნუგრცხვენია კითხე. და ჩვენი მისი წამყვანები გახლავართ DJ პატექსა და DJ არაბჩი. მოგეხსენებათ ჩემო ძვირფასებო ზეგ ვალენტინობის არც თუ ისე ბრძღინვალე დღესასწაულია და ყველა შეყვარებული ემზადება. მის თანაშეყვარებულს რაიმე სიურპრიზი გაუკეთოს. კი, ასია და ესულაც არა იყოს ძვირიანი საჩუქარი. დიახ, აი, მაგალითად მე ჩემ პირველ შეყვარებულს თვალები აუხვე და ისი ავიყვანე ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე. რათა იქ პატეცობლო მსმენელებო მისთვის ცოლობა მეთხოვა. დამეთანხმებით ალბათ ძალიან რომანტიულია. მე რომ მოუხსენი თვალებიდან შემდეგ ეს სახვევი, ჯერ გული წავიდა, მე ღებინების შეგრძნება დაეწყო და კარგათაც მიმაწყება, სიმაღლეში მაქვს რატო არ გამავთხოვო. სად მომაწყევდიო იმის მერე, აღარც მინახავს ეს რაც არის, რაც მახსოვს. ამიტომ ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, სანამ შეყვარებულს მსგავს სიურპრიზს მოუმზადებთ, ჯერ კარგად გაარკვიეთ, ხომ არ აქვს კლაუსტროფობია, კრიჭა ხომ არ ეკვრება და სუიციდისკენ მხარ არის. კი ბატონო, მე იმის თქმა მინდა რომ ძვირიანი საჩუქრების გარდა არის რაღაცები, რაც ასევე არანაკლებად აბედნიერებს ქალბატონებს. მაგალითად ყურადღება, ზრდილობა, პოეზია. აგარ შენაღმერთმა, მაგრამ მოიცა ტელეფონის სამკაულები და მანქანა არაბედნიერე. კი, როგორ არა, ბატონო ნიკა, მაგრამ ეგ კაცებს არ გვაბედნიერებს, ეგ პრობლემა. მასია ნამდვილად გეთანხმები. სხვათა შორის ჩვენი რადიო ეთერის საშუალებით უკვე წლებია ქალბატონებს ვურჩევთ, რომ თავის მეორე ნახევრებს თვითონაც უყიდო რამე ძვირიანი საჩუქრები. მაგრამ როგორც ატყობთ, ფეხებზე კიდიათ ჩვენი მცირე. ამ ჩემცოლს ხო ვერ შევაგნებინე, თუ გიდა რამე მიყიდო, მე ნუ კი მართმე ფულს დედაშეს გამوارდი და ისე მიყიდე ორი მაღაზია რო გახსნილი და ფულს რომ მუთაკებში ტენის რა. აი, გაწყვეტ, რაკჭის. მაბადიეთ ავღელდი უკაცრავად. ხო და აი პირველი ზარიც შემოვიდა ჩვენ სტუდიაში, რომელიც სამშენებლო კომპანია დალახი აგური გაგვიშპაგლა უსასყიდლო და რომლის ოფისიც მდებარეობს ხარაზების ქუჩა ნომერ 8-ში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. დიდი მადლობა, რადიო ქალთა ბედნიერება გისმენთ, ალო. გამარჯობა თქვენი ჯირიბე. ილოცავთ დამდეგ ვალენტინობას, მრავალს დაესწარით, სულ ასეთი ჯანმრთელები, ბედნიერები, მხიარულები მენახეთ, დღეს რომ ხართ, აი რაც თავარია, გიყვარდეთ ერთმანეთი, იმრავლეთ, იხარეთ, გამრავლდით და მოშენდით. რას ლაპარაკობ, კაცო, რა ებს გვეუბნება ეს კაცი, რა გამრავლეთ და ჯანმრთელად ხო ხარ? ой, უკაცრავად, პარალელურად ნიშნობაში ვარ თამადა და აი, გამისკდა გული, ჩვენგანაც მიულოცეთ მაგათ. გისმენთ რა გინდა რა, ნაცნობი ხმა კია. ასეთი კითხვა მაქვს. საყვარელ ქალს რა უნდა ვაჩუქო სიყვარულის დღეს? ძალიან ორიგინალური კითხვა. რა ვიცი, თუნდაც მობილური ტელეფონი ჩემო ბატონო შეგიძლიათ აჩუქოთ. არა, მობილურს ქმარი ჩუქნის და მე რამე ისეთი მინდა უფრო მაგარი რომ გავაკვირვო.
რა ვიცი, მაშინ რამე კაი ნომერი აუღეთ, გენაცვალეთ. მე ვყიდი ჩემს ბოლოებში ციფრია 13. 200-ში მოგცემ, გინდა? არა. გარსია ისედაც ეგო პატრონო. რამდენჯერ რამე დავაპირე, იმდენი ქმარმა შემომისრო 5 ჯერ ვყავარ უკვე გაბეგვილი. რასი ვერ დაგვართნიათ კარგი ამბავი. ისე ცოლი თუ ყავთ, პატივცემულო. ცოლი აღარ მყავს. გაიგო საყვარელი რომ ყავდა და გამშორდა. ახლა მომყავს თავიდან და მაგას რა ვაჩუკო ვალენტინობა. რა ვიცი, გენაცვალე, თქვენ რაც გესიამოვნებათ ისაჩუქეთ რა. რაც მე მესიამოვნება იმაზე მითხრა, ქორწილამდე არაოდა. ყვავილები აჩუქეთ, მაშინ კაცო არ წაიღო ტვინი, ან თამა დაიყავი, ან მერე დარეკეთ. კარგად ზარდებოდა. და ჩვენ უკვე შემდეგი მსმენელი გვყავს ხაზზე, გაგვეცანით გისმენთ. ალო, გისმენთ. გაცნობა არაა აუცილებელი. ბატონო? არა, გაცნობა აუცილებელი. ასეთი კითხვა მაქვს, როგორ ვაყიდინო ქმარს სიყვარულის დღისთვის ძვირიანი საჩუქარი? დამაცადე, ხალო. დამაცადე, ეს ოჯახდაქცეული ავიღებ ხელბას და გიყიდი, რატო რეკა, ბატონა? საში არ ვილაპარაკეთ მაგაზე? უი, ჭირი შენ, სულ ეგრე მპირდები რა. გაუთიშე, მიდი ერთი კუცმა ხარდე. შემდეგი მსმენელი გვყავს ხაზზე. გისმენთ. ალო. ალო? გამარჯობა. ესე იგი ასეთი კითხვა მაქვს. ქმარი მყავს. რა? ყველაფერს მისრულებს. რასაც ვეტყვი არ სვამს, თავის დროზე მოდის სახლში, სიგარეტს არ ეწევა. და თქვენი როგორც მამაკაცების რჩევა მჭირდება. შეიძლება დიახ. რა გავუკეთო ისეთი, რომ გაუხარდეს, თქვენ რას მირჩევთ? საკურთხი რო გაუკეთოთ პირდაპირ. რაც შემოთო. გათიშა კაცო რა, ვერ გავიგე რა. გაგვიტიშა, გავიცი. კარგი, შემდეგის არის სტუდიაში გისმენთ, გაგვეცანით. გამარჯობათ, გენაცვალე, ქიშვარდა ბიჭი ვარ, კაცო რა. ერთი რჩევა მინდა თქვენგან და მაიტა რა, უარ ნუ მეტყვით რა, მაიტა. გამარჯობა, პირველ რიგში დიდი ხანია არ გამოჩენი ხარ, აბა გისმენთ, გიგი. მოკლედ ეხლა რა ხდება იცი? ეგ ეხლა ამ საათში ქალთა ბედნიერება მიჭირამ ხელში, გაიგე და. რა მიჭირამსო კაცო, ვერ გავიგე, რა მიჭირამ? ხო, ბიჭო, აი ქალთა ბედნიერება მიჭირამ, გაიგე და. მინდა რომ მივართვა, შეყვარებულ მივართვა, თანამწვენია, გაიგე მოდი კაცი ვარ და. იგრე როგორ მივართვა რომ ეს კაცო, რემს იძახი, კაცო, ნუ გადაბრიე, პირდაპირ ეთერში ვარ, ახლა რა გიჭირავს ხელში? ო რავი მირთმევა მიჭირს, რავი ბიჭო. ერთი მთავარია ხელი მოიკიდო და მე უკვე აღარ იქნება პრობლემა ეს. რემს იძახი, გიგი, უხერხულია, კაცო, პირდაპირ ეთერში ვარ, არ წვენია ბოლო. რა ქალთა ბედნიერება გიჭირავს? უზდელი ხარ თუ რა არის? რა ბიჭო, რა სამო, რა უზდელი, კაცო? iPhone 17 Pro Max. დედა, შეგაგისკული, მე აღარ მორჩები ძმაო, გამჭაღარავდი. მათალი ხარ, კი ბატონო. გაუთიშე, ბიჭო, მოაჩორე სულღალი ცირის ხასიათია. ვეღადავე. აბა შემდეგი მსმენელი. ისმენთ, ალო. ოსკა 40-ზე 40 წლის. ისმენთ, ვასილ. ავთოს ბიჭი ხوارა ხარ შენ, ხმაზე მეჩნევი. ესე იგი, დიახ. გუშინ ისეთი მთვრალი მივედი სახში, რომ უკვე ვალენტინობა მეგონა და ცოლს ვაჩუქე iPhone 17. ყველაზე ძვირიანი სუნამო და ყვავილები და ასე უთხარი ნინი გილოსა ვალენტინობას თქო. შეგენაცვალე, კარგია, მე მშვენიერი საჩუქარი ყოჩა ვასილ. არა, საჩუქარი კარგია გასო, მაგრამ ჩემ ცოლს ქვია ეკა. საფრიდან გამომაგდო და ახლა რა ვქნა რას მირჩევთ გასო. აუ, ეგ ვერ მოგსვლიათ კარგი ამბავი, ნამდვილად საჩუქრები დაიტოვა თუ მოგაყარა სახეში? მომაყარა, აბა. იგი არა, დაიდოვა გასო. ეგ ცუდია, თორემ გაყიდით და 1-2 თვე გაიტანდი თავს, რამენაირად. რა ვიცი, ჩემო კარგო, რა უნდა გირჩიოთ? ერთი ჩვენ რაც შეგვიძლია გირჩიოთ, უნდა უმღეროთ მაგალითად. იქნება და გაჭრას და შემოგირიგდეთ. მე ხმა არა მაქვს კარგი და რავი, თქვენ თუ უმღერეთ, აბა რა ვიცი. რა ვიცი, შეგვიძლია მოგცეთ, რაც უნდა უმღეროთ. თქვენ და მოკლედ ჩვენ ვიმღერებთ, ეხლა და მოგვიყურადეთ, გეტყობათ თქვენ დიდი ყურები რომ და ყურადღებით გვისმინეთ და იქნება ჩვენ მოგცევთ მაგალითს და შემდეგ და საერთოდ ყველას. რა თქმა უნდა, აბა რა. დიახ.
ასე დღეში. აბა გთხოვთ და აბა გვისმენთ ხო ვასილ? ალო ვასილ. დიახ. აი ხომ გითხარით, დიდი ყურები გაქვთ, უკვე გასული იყავით კილომეტრზე, მაგრამ კარგით, გთხოვთ, აბა გაუშვათ. DJ გთხოვთ.